რამდენიმე დღის წინ საინტერესო რაღაცებს ვათვალიერებდი Facebook-ში, როდესაც უცბად შევედი ჩემ მეგობართან. ადრე მთელი ბავშვობა ვიცნობდი როგორც ერთ ყველასთვის კეთილ და მეგობრულ ბიჭს. არც რომანტიული იყო და არც მსგავსი არაფრით არ გამოირჩეოდა. ერთხელაც მის ვოლზე აღმოაჩინე ლექსები. თავიდან არავინ არ ვაქცევდით ყურადღებას, ხოლო შემდეგ მივხვდი, რომ მარტო მისმა სამეგობრომ არ უნდა იცოდეს ეს ლექსები. მისი სახელია რატი ივანიშვილი და თქვენ ყველა უნდა იცნობდეთ მას. სტუმარი სტუდიაში. მოდი დაგვიწყოთ. რატი რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი რუბრიკა მექნებოდა და შემოგიწევდი. ვაფშე არ მოვუდებოდი მაყოლა. სულ მეგონა რომ ბიჭის პარადი ლექსები. რატი ინცი არ მაინტერესებს? ეს შენი ლექსები, დროებითია და გატაცებაა თუ სერიოზულად აპირებ პოეტობას? არა, ალბათ გატაცებაა და პროსტა მოყვარულის თვალით უყურებ ამ ყველაფერს. და აბა რა გინდა რომ გამოხვიდე? ალბათ არქიტექტურას ვაპირებ ჩაბარებას. Facebook-ზე რატო გავიგეთ ყველა შენი ლექსების წერის შესახებ? რატო არავის არ გვეუბნებოდი და პირდაპირ რატო გადაწყვიტე რომ ესეთი საჯარო გაგეხადა? Facebook. ალბათ რომ დავწერე ლექსი, ერთხელ ჩემ მეგობარს ვაჩვენე და მოწონება რომ დაემსახურა, მე დავიწყე Facebook-ზე გავრცელება ლექსების და დაიმსახურა მოწონება მეგობრების და მოდი პირველი ლექსი ჩვენს წაგვიკითხეთ ხო? რომ არსებობდი არც კი მეგონა, შენზე ვფიქრობდი, ვრითმავდი, წერდი, ღამე რითმებში მათენდებოდა და მეცლებოდა 1000 გვერდი. ყვავილებს შორის მე ვსეირნობდი და დაგიკიფეთ მთელი ვარდი. თან მე ვფიქრობდი, თან ვსეირნობდი. ვერც კი ხვდებოდი რომ შემიყვარი. შენი ძაბური ლექსი არის სიყვარული და მეც როგორ იცი სულ ყავს შეყვარებული. და ეს შეყვარებული აუცილებელია შენი მუზისთვის თუ არის კიდე სხვა რაღაცა მუსიკა რა? არა, ანუ ლექსები კიდე სხვა თემაზეც მაქვს, მარტო შეყვარებულზე სიყვარულზე არ მეწერია. ვიცი და ანუ შენთვის ერთ-ერთი თუნდაც ფაქტორი არის შეყვარებული მუსიკა. კი, ალბათ. კიდე ერთ ლექსს წაგუკითხავ? კი. როცა ვწერ და როცა რითმას უყვარს თამაში, თურმე მე შემყვარები ხარ, საქმე არის ამაში, ლექსი თვითონ იწერება, არ ჭირდება პოეტი, ლექსი იყოს არ მოთხრობა, თუნდაც იყოს სონეტი, ხელს ჩაკიდებს და თან გათრევს და აგაფრენს მაღლა მთებში, უზარჩება ადაქტოებს და გედგება მუდამ გვერდში. მამას ყავს ორი შვილი, ორივე ბიჭი და ორივე პოეტი. გენეტიკურია რამე? არ ვიცი, გენეტიკური არ ამგონი იყოს, მაგრამ უფრო როგორც თქვი, ბიჭის ზეგავლენის ქვეშ ვარ. კარგი, მოდი დაუძახოთ ბიჭის. ბიჭი ივანიშვილი სტუდიაში. ვიხარია რომ შენი პრემიერაც ნანუკას შოუში შედგა და შენი ძმისაც. ბიჭი, იცი რა მაინტერესებს პირველში? მე ვიცი რომ არ კითხულობ რატის ლექსებს. არა, ესე არ ვკითხულობ, ესე გადაჭრით, ანუ ვიტყვის, იმიტომ რომ ესე ხდება ხოლმე, რომ ვერ ემთხვევი ყოველთვის Facebook-ში მის ლექსებს რა. მე როდესაც გასული ვარ, ის მაშინ არის აქტიური Facebook-ზე, როცა მე ვარ მაშინ ის არ არის. ესე ხდება შემთხვევით, თორე ძალით ესე არ ვკითხულობ და გადაჭრით ამის თუ არ შეიძლება. და რაც წაიკითხე მოგწონს? რაღაცები წავიკითხე და დასაწყისისთვის შენერია. ბიჭი, მინდა გქვა რომ ლექსი წაიკითხე. დიდი სიამოვნებით მე ბოლო ახალი ლექსი არა, მე ნანუკა ძალიან უყვარს. და რა თქმა უნდა პრემიერა ამ შოუში მინდა რომ ეს ცოტა იუმორნარევი სინამდვილე არის, ალბათ იქნება, იმიტომ რომ იმედია შვილი გამიშტება. რა თქმა უნდა. და ესე იგი იუმორნარევი სინამდვილეა. მე რომ ვაჟი მეყოლება, მეყარება ძლიერ. მე არ გავსდი ხიფათიანს, საძაგელს და ცბიერს. არ ვასწავლი როგორ უნდა აწყენიოს მშიერს, არ დავიცავ ტყუილისთვის სხვებმა თუ დაძლიეს. მე რომ ვაჟი მეყოლება, გაიხარებს პაპა, კისრით ქალაქს მოატარებს, მოუყვებას ღაპარს, ბებოც ისევ გაიხარებს, გამოიტანს კაბას ნაირ-ნაირ საჭმელებით, აგიზგიზებს ტაფას, მე რომ ვაჟი მეყოლება, მოვატარებ ხალხში, ვასეირნებ ცივ ზამთარში, იასამნის ბაღში, გინდა მზეში, გინდა თოვლში, სულაც ძლიერ ქარში, ემოციით დატვირთული და აისვენებს სახში, მე რომ ვაჟი მეყოლება, ავაშენებ ბაღჩას, სადაც ცუდი მოსავალი არსაიდან არ ჩანს. სადაც ბოროტს გადაფარავს მოკიაფე ფარჩა, სადაც ავალ სიკეთისთვის ზეთის ხილი დარჩა, მე რომ ვაჟი მეყოლება ის იპოვის გოგოს, მე პაპად გადამაქცევს პაპას თანაც როგორც, ისეც როგორც წვიმის შემდეგ ხე მოითხოვს სოკოს, ისეც თითქოს შვილიშვილებს მხოლოდ კოცნას მოსთხოვს, წუთისოფლს თუ ვაკისრე მე ამდენი ვალი, თავად ღმერთიც განრისხდება დღეს თუ მე ვარ მთვრალი, უფალს მინდა ვთხოვო თუნდაც რომ არ მეცეს თვალი. ერთი რამე მეწყინება რომ გამიჩნდეს ხალი. ეს ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე უერთდები მარიამის რუბრიკას, როგორც წესი არ ვერევი. ბიჭი, მიხარია შენი ნახვა ისე ჩემ სტუდიაში. მეც მე მიხარია რომ შენ ჩემი გადაცემიდან გაგიცნობს მაყურებელი მარიამ. მე ესე იგი
ძმების შესახებ ისტორია მსმენია, მე შემოვედი, იმიტომ რომ რაღაცნაირი ესეთი სიმბოლური საჩუქარი გადმოგცეთ iPhone Plus-ისგან. ბავშვობას უკავშირდება თქვენ ბავშვობას, ხა ყველაფერს კი არ მოუყვები, მაგრამ ზოგადად ვიცი რომ პირველი კონფლიქტი ძმებს ზოგადად არა ლექსზე, არამედ სხვა რაღაცაზე მოქსვლიათ. ერთი ნივთი უყიდიათ მშობლებს თქვენთვის. ეს არის საკმაოდ პოპულარული ნივთი, რომელსაც ბიცეპს ეძახიან ჩვენს თაობაში, რომელსაც სხვათა შორის მუზა მოყავს, ამბობენ და განსაკუთრებულად გესმის მუსიკა, ხო? და სიმღერა არის გამოსაზღვრელი მუზის? ნაწილობრივ. და მაშინ ის ბიცი რომელს დაგჭათ, ერთი ბიცი? რა თქმა უნდა, იმას დარჩებული. ნუ მაშინ გამოდის, რომ ეს ბიჭის უნდა ვაჩუქოთ? რა თქმა უნდა, გამოდის რა თქმა უნდა. რატის? ის რაკეთილი ხარ. ეს ზოგიერთ ხო. ყველაფერი ხო? ესე ის ბიჭის იმას რატის დაჭერა, ეს რატის ვაჩუქოთ? მე მიხარია რომ iPhone Plus-მა გადაწყვიტა მარიამის რუბრიკაში თინეიჯერებში დაესაჩუქრებინა. საკმაოდ მაგარი საჩუქრით, ისე დიდი სიამოვნებით მეც მივიღებდი ასეთ საჩუქრას, რა ვიცი მაინც რო იცოდეთ. და მე მინდა რომ გადმოგცეთ თქვენ. მოდით სახში გადაწყვიტეთ რომლის იქნება ეს საჩუქარი. დაპირდაპირ. მოზისთვის უღმესი მადლობა. მე მიხარია რომ კიდევ მარიამმა ერთით საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა და მისი თავების წარმომადგენელი გააცნა მაყურებელს. ეს იყო რუბრიკა, რომელსაც თქვენ უკვე კარგად იცნობთ. სტუმრები იყვნენ ბიჭი ივანიშვილი, თუმცა ეს რუბრიკა მაინც რატი ივანიშვილს ეკუთვნოდა.